გამარჯობა. ესე იგი, ყველაზე თქვენი ადამიანი სოფლიოში, ნანუკა ჯორჯოლიანი პოსტებს და ეხმაურება პროტესტს. გრძელვადიან პროტესტში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება. რა სიტყვა თქვენი აზრით? აქ მოის კითხვა სვაზე თვითონვე სიმწვას თუ კარგად დაუწყვია წინადადება შეძლებია ხო და რომელი უფრო იფიტება ვისიარ სანამ კითხვას საკუთრივ კითხვის პასუხზე გადავალთ მე არ ვიცი აღფრთოვანებული ვარ უბრალოდ ასეთი კითხვა როგორ ააგო ნანუკამ პასუხიც არანაკლებ საინტერესოა ChatGPT-ს აწერილებს შეიძლება არა დამიწერე Facebook სტატუსის პროვოკაციული კითხვები პოლიტიკურ ChatGPT-ს ხო უნდა კითხო გეტყვი ისეთ შეცდომა დაშვებული რომ ChatGPT-ს თემა არ არის მე გავცე პასუხი ხო მან შენ რა ვიცი გითხარით გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება გეკითხება პროტესტი სწორია აუცილებლად პროტესტი წერს და გვენძრევაო წერს პოლიცია მაგრადარიო გრძელვადიანი თამაში ბიზნესიაო ძლიერი მხარე ესაო სადაც სპონტანურობა იყო რამდენი შეცდომა დაუშვაო და ძალაუფლებასაც გადამეტა ჭავსაც და ხარებასაც ადამიანს ორი ჯარიმის გადასახდად უკვე აღებული აქვს რომელსაც ეს აღებული აქვს ფონდები დაუხურა მესამე კლასს ფიზიკურად ვერ იღებს თუ უნდა ნებისმიერ აქტივისტს რომელიც ხმაურობს ეთქვის რომ თავზე ქუდი არახურია და გარიდებს გაიხსენეთ აღდგომას ხალხი და აი ახლა აქ რის გამოც მე წავიკითხე სტატუსი ბარდიულზე დგომისთვის დააკავდა ბორდიული არის ბარდიული ბიჭო ბარდიული კიდე ისა ბოდიში და ბარდიულზეო გვაფში კარგი იქნება გოგაშვილის იმის არ იყოს ბოდიში და პირში და ტყვია მიცემულიო პირში მიცემაზე ყველაფერი გარჩე გინდა ტყვია იყოს ბარდიული მეგორო ბოდიში და პირში ქონდა ტყვია მიცემული არა პირში ქონდა მიცემულიო ტყვიაო ბარდიული მეგობრებო ბარდიული მე უთხრა ნანუკას მინდა ესეთი რამ რომ უცხო სიტყვებს შეეშვას დანჩენი აქ არაფერს საინტერესო არ არის არტერიაში და ბარდიული საინტერესო იყო არტილერია არტერია მე რატო არტერია არა სიგიჟია რომ არტილერია არტერიის მაგრად ვერც მოიფიქრებ როგორ არა ვერ მოიფიქრებ მართლა რო გინოდეს საყინოი ვარიანტის გაკეთება სხვა შორის მექანიკური შეცდომა ჩვენზე სიტყვიერებაში რაც არსებობს ესეთი სიტყვა შეთანხმება მექანიკური შეცდომა როგორი პრინციპით ხასიათდება იცი იტყვი თუ არა იმ წამსვე ასწორებ რა თქმა უნდა და ამან ისე თავისუფლად და ისეთი დარწმუნებით ილაპარაკა არტილერიაზე დაწერა რაღა არის მაშინ დაწერა ხო დაწერა ვაფშე იმის ბარდიული გავუშვათ გუბაზები წავით გუბაზე რა პირობითაც უპირებს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ბიძინა ივანიშვილი ვინც მონაწილეობას მიიღებს მოღალატედ უნდა გამოცხადდეს მორჩა და გათავდა რა თუნდა ამას პიპუი მოღალატედ ვიღაცები უნდა გამოცხადდნენ პოლიტიკურ რაო პიპუი რა არის პიპუი მაინც აი ხელებს ესე ვერ ვიგებ რა საკითხი იოპაო თუ რა იოპაო სხვა პიოპაოა პიპუი რა არის არა რა თუნდა პიპუი ხელახლა რო ჩამირცოთ გავუშვით თუ შეიძლება ჭრიტინი და ბევრი ლაპარაკი ეგრე არ არის იქ სხვა რამეა ანახე რა უნდა გაპირობითაც უპირებს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ბიძინა ივანიშვილი ვინც მონაწილეობას მიიღებს მოღალატედ უნდა გამოცხადდეს არ გასკდე მორჩა და გათავდა რა თუნდა ამას პიპუი გააჩერეთ აი რა პიპუი რა საინტერესოა არის ეგეთი აზრიური ანიმაცია სერიალი ჩემ შვილი უყურებს პუია პუი არა პუი სხვა და პუის პერსონაჟები საუბრობენ ეგრე პუი ეგეთ ხმებს გამოსცემენ შეიძლება გავლენის ქვეშ არა შეიძლება ხოცვა და არა ეგრე ნუიჭვა ერთი ინტერესი გამოხატა არა ეგრეც ნუიჭვა შეიძლება დასაძინებლად უყურებს ხოლმე აფუკი და საკუთარ ეგზისტენს რო გაიქცეს შეიძლება უზის მაგას სინამდვილეში რანიმაა დუშა სხვა შორის ეს ვიდეო ჩემი მითითება არც არავის სჭირდება მაგრამ აი არქივი ვისაც ევალება მისი მოწესრიგება თანამედროვე კონტექსტში უნდა შემოინახოს იმიტომ რომ თვითონვე მიიღებს თუ დაუკვეთეს და დაავალეს პიპუი იქნება თვითმმართველობის არჩევნებში თვითონვე მიიღებს მონაწილეობას და ძალიან მარტივად პიპუი მას დაემართება თვითონ არ თქვა კაცო ყველაფერზე რაც უარყო მერე კარგი მაშინ პიპუი იქნება შემდეგ the baby გულბოზია ყავს არ ვიცი ხა არ არის დღეს და გავუშვით
ყოველთვის კი არა. საპარლამენტო არჩევნებს რო ითხოვ, შვაში უნდა ჩააყვეხო მთავრობის გადაყენება. ამის ხმა ეშინიათ. კი ბატონო. ჩემს კოლეგ მე აღარა ვარ უკვე მოურჩი, მე დავამთავრე პოლიტიკა უკვე. რანაირად მოურჩი. მე ჩემი ბიოგრაფიით გავედი აქედან. და ჩემი საქმე მაქვს. რომელიც საზოგადო საქმე იქნება აუცილებლად. არა, ეს არ ნიშნავს რომ დავდუნდე. კაი, გავტიცოთ. მოიცა. ერთსამე. შუაში არ სვავენ მაგასო, თორე რო ჩასვან, შვაში თორე რო ჩასვან, აუ ესე იტყვის ეს თორე წავედი კარგად იყავიო? ანუ просто თქმაზე არის თემა. არჩევნების მოთხოვნა და მთავრობის გადაყენება. მანამდე გადაყენება. როგორ არის? მოიცა ჩვენ ახლა იმ სივრცეში შევედი, სადაც გუბაზის ლოგიკა ნაბოლოარზე სერიოზულად ლაპარაკობთ, ხო? არ გვეკადრა. მაგრამ ერთხელ ხო ილაპარაკა ამან. არ ეკადრებოდა მე არც ამას, მაგრამ იკადრა. ბიჭო, თავის ბიოგრაფიით კაცი წავიდა რა. ეგეთი ბიოგრაფია გქონდეთ რომელიმეს და მე ილაპარაკე. ეგრე Google ბოზოს და მე იჭიდავებოდა. ღალატს რას არ ქმევდა? ჯარიმას. ვისაც აგინებდა ყველაზე მეტად და ეძახდა მოღალატეს, მე რა ქნა? შეუძრა. რაზე? ტალონებზე. კი, всё, აი ბიოგრაფია. მესამე გავა. კარში მე მგონი უნდა დამკვიდრდეს მინიმუმ უბნურ ფოლკლორში ბოზარი ტერმინი. მე მგონია რომ გამოხატოს დიდი ბიოგრაფიის პოლიტიკოს. მე მგონია რომ გარკვეული ინდიკატორი უნდა იყოს კუბაზე. რაღაცა შეფასებითი ერთეული უნდა იყოს. აი ერთი გუბაზე არის, ესე იგი დიდი ღალატი გააკეთე რა და აი 10 გუბაზე არის წარმოუდგენელი ვაფშე ისტორიაში. 100 გუბაზები? აი როგორც აბალიანი მიწის ზურა 9. აი ხა გეტყვი. მან ჩემს სფეროში გადმოხვედი ფიზიკაში. 1 და 10 გუბაზე კი არა, უნდა იყოს მიკროგუბაზი, ნანოგუბაზი. ანუ 1 გუბაზი მარტო გუბაზია. იმის მაღლა კი არ არის, რამოდენიმე გუბაზი ეგეთი ადამიანი არ არსებობს. თვითკმარია. არის, 2 გუბაზი არავინ არ არის, მიკროგუბაზი. შენ ამბობ რომ ეს ყველაფერს მოიცავს. 1 მილიგუბაზი, ნანოგუბაზი, პიქტოგუბაზი, ანუ გუბაზი 1000-დი, 100-დი, 1000-დი, დეციგუბაზი. დეციგუ და მე დეციგუბაზი, მილიგუბაზი. მე ადის. და ხოდა მეთახმე. კი. იმიტომ რომ ეგეთი ხო არა 10 გუბაზი ძალიან არა შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ქნას. ნუ არა, მაინც მოდი ხელოვნურ ინტელექტს რო დაავალო ხალატი. აი მაგრამ აი ნახე მიხვდები რომ ხელოვნურ ინტელექტს რო დაავალო რომ ძალიან ლამაზად მიღალატე. ChatGPT-ს ნო კითხოთ ეგ რა. ძალიან ლამაზად მიღალატეო რო დაავალო. გუბაზის დონემდე ვერავა. ჩემი აზრით. ბიჭო, გუშინ სხვა შორის ძალიან ბევრმა მომწერა ის ვიდეო რო გავუშვით ჩვენ. რომელი? ზომბების შემოსევა. ხო. ნუ ეს საოცარი ვიდეო იყო და კიდე ისაუბრეთ ვარ რაღაცა ფორმით გამო. აი მაგალითად ზომბებზე გამახსენდა რას ამბობს გუბაზი. გავუშვით მესამე. განსხვავებებს დავანებოთ თავი. განმასხვავებელს. არ არის ახლა მრავალფეროვანი და ფერადი საქართველოს რო არ არის. შავში ცხოვრობთ, უკუნში, შვაში. და ჭირდება ამას განათება, ამას ჭირდება სანთლის დანთება, ცეცხლის დანთება. აი ამ სანთლის დანთებაზე როცა დავანთებთ, სწორედ აი ამ როცა დავანთებთ, ფერებს მერე აღვიქვამთ. ძიებაში არიან ეხლა საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც. კაი, რაღაც ვეძებ, რას ვეძებთ, ინგა, რა ძიებაში ვარ, რა ვერ გამოვიძი. ინგა გრიგოლია რომელსაც არ აქვს ყველა homo sapiens-თვის დამახასიათებელი თვისება, რითაც homo sapiens-ი პითეკანტროპისგან განსხვავდება, ფანტაზია, ანუ არ შეუძლია განზოგადება, გაიგე? ინგა გრიგოლიას ეს არ შეუძლია, არ ძალუძს. და როცა ის ეუბნება, რომ სანთლის დანთებაში ვართ, ის რაღაცნაირად პასუხობს მართლა რეალურ სანთელზე საუბრობს და გადატანით ჰიპერბოლურ მნიშვნელობებს არ აინჭებს მნიშვნელობას. ამიტომ ამის დედაც ვატირე. ელენე ხოშტარია, თხოვთ. აქ პოლიტიკურ სპექტრს გვაქვს ამოცანა, არა გული მოვფხანოთ ვინმეს, ან არა რეალისტურად ვთქვათ, რომ ზეგ გავალ და დამთავრდებიან. არ არსებობს, ყველა მოგატყუებთ თქვენ სიტყვის თარიღს, როდის დამთავრდებიან. არ არსებობს ეგეთი თარიღი, მაგრამ არსებობს აბსოლუტური რწმენა, რომ ყოველ დღე შენ უახლოვდები თუ შორდები მათ რყევას. ყოველ დღე შენ ძლიერდები თუ სუსტდები. ამას თავისი კონკრეტული ფუნქცია პოლიტიკური პარტიებისგან, როგორც გითხარით, არ თანამშრომლობა, პროტესტის მხარდაჭერა, საინფორმაციო
პოლიტიკის საინფორმაციო ველის შექმნა, სადაც ჩემი აზრით მოვიკოჭლებთ მაჯორის ჯერჯერობით პლატფორმაც და ესეც ფულწრფელად უნდა ვთქვათ, საინფორმაციო ველზე ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრად უფრო პროაქტიულები და ამაზე ჩვენ ვფიქრობთ, ვჯელობთ და პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ ერთად ვხედვარ და მე მართლა დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიებიც შემოვლენ, განსაკუთრებით ჩემ კოალიციაზე, რომელშიც ერთგულად რჩები და ძალიან ბევრ საქმეს. ეს პლატფორმა ხო იცი რაზეც არის ლაპარაკი? კი, მონაჯიზე? არა, ეს არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის გარშემო გაერთიანებული რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძალიან სწორი, ну როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს სწორ დროს, ორჯერ, აი ძალიან მაგარი რამე თქვა რა, ელენა ხოშტარემ ერთ წინადადებაში ვერ შეხვალ სადაც ეს შეეწინააღმდეგე. პირველი თქვა ის, რომ ვინც გეტყვით, როდის დასრულდებიან ესენი, ეს არის სრული პოპულიზმიო და მეორე, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ყოველდღიურად ჩვენ მიზანთან ახლოს მივდივართ თუ შორდებითო, შორდებით, იმიტომ რომ ნახეთ სხვათა შორის ის ვიდეო, რომელიც ჩვენ გავუშვით გუშინ, ჩვეულებრივი დაბალ ორგანიზებული ზომბების შემოტევა, ის პატარა მაიმუნი რო დარბის და ჩვეულებრივი ზომბები იკვინებიან. რა თქმა უნდა, რომ ხალხისთვის ეს მიუღებელია, ხა წარმოიდგენენ, რომ ეს არის თქვენი აქტივი. ეგრეც არის პრინციპში და აი ძალიან საინტერესო კინემატოგრაფია ვინ უნდა დაგიჭიროთ ხარი ჩერგომ და შენთანავარ და კინო შენთანავარ ალავერტ ხოთო ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, ალბათ ყველას გაქვთ ნანახი და იქ არის ერთი სცენა, რომელსაც ეს მაკ მერფი მთავარი პერსონაჟი მარმარილოს დიდ შადრევანს ეკაჩება და ვერ მოგლეჭს რა და მცადე მაინცო ამას იძახის და გიგას ხედავდი ხოლმე ხშირად აი ამ მაკ მერფის როლში, რომელიც ცდილობდა რომ რაღაც გამოსვლოდა, მე ინდიელს გამოსდის, ხო ის გლეჯავს და გლეჯს და აგდებს და გიგას ვეუბნები, ეგება მე აღმოჩნდა მეთქი ეს ინდიელი თუ არა და მაკ მერფის რიგებს შემოვერთები რომ ცადე მაინც. მე მიმაჩნია რომ დღეს ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან და მართლა ერთადერთი ლობოტომირებული რამე ერთადერთი ვისაც ამ ფილმიდან მახსენებს ეს მედა არის. ხო, მედა რომელიც ალბათ ეს სასტიკიდია, აი მედას გავს. ეხლა რაც შეხება არ მე მგონი კრისტოფერ ლოიდის პერსონაჟი გიჟი რო არის გახსოვს? ჯგუფი რო თქოს იგი საჯერ მიმიკით გავს. ну რა შეიძლება ეს მაგდაწესებულების სრულუფლებიანი და ლეგიტიმური წევრი უნდა იყოს. მასაჟირი. მომხმარებელი. მასაჟირი. ეს სერვისი მისთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოველდღიურად ამას არ უნდა გამორჩა. ამას ვერავინ ვერ დამიმტკიცებს, რომ ფსიქიკური აშლილობა არ აქვს. ამას აქ რაღაც აგზნებული ტვინის ქერქში. ისეთი რომ შანსი არ არის. გიგა ესე იგი როცა ნაცებთანაც იყო, აი ამ საგიჯეთში ნაცებთან. მაშინ მაკმერფის დაირად ცდილობდა ხალხის გათავისუფლებას. უნდოდა რომ ხალხი არ გაეუპატიურებინათ, ხალხი არ ეცემათ, ქონება არ წაერთვიათ. ანუ უნდოდათ რომ მაგრამ არ გამოვიდა. უნდოდათ რომ ეკლესია ქონოდათ ისეთი აი ორღანი და რაღაცები. უნდოდათ რომ მაგალითად აი ეს ნეოკონების დღის ეს რიგი პროსტა იქ ცოტათი მეგის გარდა რაღაცებს ხოლმე. ხო და რახან აი მე გადავას ვერ ძრავდა. კი, უდანას ისაზდიკეს ვერ ძრავდა. ამიტომ მე მცადე მაინც. არა, თურმე აღმოჩნდა რომ ჩერგო და გიგა თქვენი კონტრიბუცია ნაცების დროს ვერ შეედრება მეგისას და ახალაების კონტრიბუციას. იმათმა რაც შემატეს ნაცებს და რითიც ნაცები გააძლიერეს და რის შედეგადაც ისინი ხელისუფლებაში რჩებოდნენ თქვენი ტაბულას კონტრიბუცია ლევან რამიშვილის რაღაცა ვერ შეედრება. რამიშვილმა ერთხელ დაწერა გაზარდეს მარტო ერთი სამი ბავშვი. ერთი ის რო არის კიკნაველიძე პატარა ბებერი იქ გაიქცა მე ის. არა, გაზარდეს სამი ბავშვი თქო, ერთი ის კიკნაველიძე იქ როზის წამყვანად, მეორე ის ფუტლობა რო უნდა დაგიზდებოდა და მესამე ერთი ორი გოგო კიდე. მაჭავარიანი რო იყო. ხო, მე პუტკუნა გოგო მომაბათი ესე დავიმახსოვრე. მე არაფერი დაბულას არ უკვე ვაშაძე გავუშვით, აბა ინახეს და კაია. გამძლეობის ბრძოლაც არის ეს ყველაფერი რა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს იმხელა მყარი მორალური ფუნდამენტი ავეშენეთ ამ თვეების მანძილზე, რომ ჩვენ ისინი გამძლეობაში ვერ გვაჯობებენ, ხო? ვეღარც რაღაცა ამ სისხლის სამართლის საქმეებსაც არ უყურებთ უკვე ისე რაღაცა სერიოზულად, ხო? ნუ რაღაც ადრე შეიძლება უფრო დიდი აღქმა იყო ამ ყველაფერს. მე გეუბნებით პოლიტიკოსებთან მიმართებაში, ხო? ეხლა საქმეებია ასე შემდეგ. კაი, ანუ დაიწერენ თუ არა ვაშაძეს. ვაშკა, ჩერგო შენზე ამბობდა რომ ზეაო. ამბობდა რა აღარ ამბობს? ეხა ეგრე აქტიურად აღარ შევხვდები. ახლა იტყვის. მაგას ჩვენც ვამბობთ. თქვენი ძმაკაცი გეგელია ბევრი დღეს გავუშვით.
წარმოადგენს ამის ისტორიაში ყველაზე კარგ სახელმძღვანელოს იმისა თუ როგორ მოვსპოთ ქართული სახელმწიფო, როგორ გავანადგუროთ ყველა ეროვნული ინტერესი, როგორ დავცეთ ბეჭებზე ყველა ეროვნული ინსტიტუტი, როგორ გადავაგვაროთ ბოლომდე ის რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სახელმწიფოებრების კუთხით. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი შოუ და ძალიან რთული ამოცანა ხდება წინ. აი ეს არის წმინდა წყლის ბრინკა. არა ბალონკა ძმაო. ამას ბალონკა საყვარელი ზაღლია. რა შეჭი ზე ბალონკა? ხო და ბალონკა საყვარელი ზაღლია თქო, მაგრამ ნუ აი ბალონკა რო გადააქციო ადამიანად და გახადო ოდიოზური არის ეს. ბალონკა შენ ადამიანად გადააქცია უკვე ოდიოზური. გაიმეორე ბულგაკოვის შედევრი ხლა. იცით რა მაინტერესებს საბაკი. საბაჭეზე. თქვენებული ხალხი ხართ რაღაც დაცინით ადამიანებს. შენ ვინა. თქვა მინდა დაგისვათ თქვენი აზრით. ამას არ აქვს ქარიზმა რომ მასები აიყოლიოს? კი, აი ხა შევამჩნიე. ძალიან მსვლელი. აი მოდი მეც კინოალუზიას მოვყვა გახსოვს შავი რაინდი, მარტინ ლოურენსი რო თამაშობს ვიქტორიან ინგლისში რო დაბრუნდება და იქ რო დედოფალის სიტყვით გამოდის მასები რომ უნდა აღელოს წავიდნენ. ზოთა მაკალიბრის ორატორია. არა, იქ ვაფშე სხვა რამე ხდება. იმას უფრო ფეილი. დიმეწონიანი. ეს საერთოდ მანდა მაკამდეც ვერ მივა. დიმეწონიანი, გელბახიანი, ხო, თამაგას. აუ შიეთ. ხაში ვარ, ხაში გითხარი, ეს არ ვიცი რა. ფსიქოსი ვარ, ბატონო და ერი არის ავარ, ჩვენ დავატყობ გამოსახულება სუფთა. მე რომ ავყევით ამას ყველაფერს და ვარ თავად ყველანი. იმის მაგიოდ გამოსავალი ვეძებოდ ერთმან ჭამთ ისე ავატყოფები ვარ და ბარა. ეთლიშკა რა საინტერესო დოკუმენტია. ხო, პრინციპში, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხელისუფლებას ესე უნდა. არ მოეწონა. ქრისტიანულ სახელმწიფო ვარ. თუ ოდნავ მაინც გჯერათ რომელიმეს ამ ქრისტიანულ ძველ. რა გიწერია თქო, ისთვის გაგვაჩინა უფალმა. იყვანეს მოყვასი შენი ხო. და რა გვეთყობა ჩვენ ერთმანეთი გიყვას. რომელს გვეთყობა ეს? აი რაღაცა თქვენ ნაღდად არ გეთყობათ. არა ბიჭო ეს პენსიონერთა კლუბი რა საყვარელია, ცხარი და 20-იანი უნდა რა და დამთავრდება ეს პაყოფილი იქნება ეს სასტავი რა. და იქ ელიავას ბაზრობაზე აბონემენტი ის რომ დადის პრუჟინევსკი დულობს რაღაცა. არა, მაგარი რაღაც თქვა ბიჭო. რა? ავად ვართო. ავად ვართო, ხო, შეიგზნო. ნიკამელია საგზელი. არა, არ გვინდა კაცო გრძელი ნიკამელია. ზურა ჯაფარაძე მაშ დავიდე. ზურა ჯაფარაძეს აქვს ეს საკითხი გადასაწყვეტი. წავა ციხეში და ნახოთ, გაუშვით. მირავს არ გადახდა იყო ჩემი პრინციპული პოზიცია თავიდანვე მე ვამბობდი რომ მასკარაჩი პროცედურების მიღებას არ ვაპირებ ეს საბრამეტი არ არის პარლამენტი ეს კომისია არ არის კომისია და ნებისმიერ სისულელს რაც უნდა დაგავალონ არ უნდა გააკეთო ეს იყო ჩემი პრინციპული პოზიცია ამაზე ვჩები ჩეხება იმას რა შეიძლება მოხდეს თუ ყველა პოლიტიკოსი დააკავებენ არაფერი გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები ყველა პოლიტიკოსი ვინც ხა ქუჩაშია და ვინც ხა იბძვის უნდა გაგზელდეს ბრძოლა უნდა გაგზელდეს პირველ რიგში წინააღმდეგობა და გამბედავად ვერ ბაზრობს ანუ ამას დაიჭერეს თუ არ გადაიხდის გირავს. ყოველთვის მეგონა რომ რაც ჰიპერ აბსურდული კომედიური ფილმები ვერასოდეს რეალობაში ვერ განხორციელდებოდა თავისი ყველაზე აბსურდული სცენებით და ეს კაცი არის საპირისპირო, იმიტომ რომ ეის ვენტურაში ჯიმ კერი რო საჯდომით ლაპარაკობს, კაცს უყურებ და იგივეა ძმაო. საჯდომი გელაპარაკება. просто ეს საყვარელია, რაღაცნაირ ნიჭიერია რა. არა, ნიჭიერია, მაგრამ მე გეუბნები ჯიმ კერის საჯდომი. როცა ის ვენტურაში ცხოველებს რო ეძახის და ხო, ამაზე გული გერევა და იმაზე გეცინება. მეიჰორნს რო ელაპარაკება, ანუ ეგ კაცი არის, რომელიც გეუბნება რომ ამან ეხლა რეალურად რა თქვა იცი, რისი პერიფრაზრება მოხდა თავის დებილი სიტყვებით. ჩვენო თესლები ვართო. დავყავდეთ. და კი, მე რო ჩვენ თუ იმას კი დაგვიჭერსო, ანუ გამოჩნდება ქუჩაში სხვა, ხო, ირატო. ალეკო ელისაში ქუჩაში ვინც ჩანს გუში ხო გავუშვით ის ვიდეო დღესაც ხო არ გავუშვით ის ალეკო ელისაში ანგელოზე ვიდეო ზომბი აპოკალიფსი რომ მოდის მე ვერავინ ვერ მისაყვედურებს იმიტომ რომ კი აი ბიჭი ვარ და უშესნო მილიონი სისულელი ჩამიდენია ხო ამ შემთხვევაში ყველაფერს ვაკეთებდი და ხურულს შეხვედრებზე ღიადაც რომ ერთობა ყოფილიყო ამ შემთხვევაში ჩვენი კოალიცია იყო პირველი ვინც იძახდა რომ ერთობა და ახლაც არის და ჩვენ არანაირ სხვა პლატფორმებში არ მონაწილეობთ არის ალომე ზურაბიშვილთან წინააღმდეგობის ფრონტი წინააღმდეგობის პლატფორმა და ვართ იმის მონაწილეები ხო და აი ეს დანარჩენი რაღაცები არ მოწოს რატო ხდება ამბიციების გამო და მეტი არაფერს ერთობა და გართობა გახსოვთ არ ვიცი რაღაც უცხო ნომერმა მომწერა ძალიან კაი რაღაც ცოტა დაგვიანებით გუბოზის გადაიცითო хочешь пуй всё равно получишь хуй ეგ გაკ გუბას
ბევრი და სხვა რამე უნდა. რა აქ? რაც შენ 300-იანი რუსული თქვი. თელი ცხოვრება მაგით დადის, სხვისით. და რაღაცა სხვა რამე უნდა, კატლეტი უნდა ბიჭო, რა გაუტრეკეცა. რა უნდა რა. ვაფშე არაფერი. უბრალოდ არის პოლიტიკური ექვივალენტი Prison Break-ის პირველი სეზონი ხო გახსოვთ? კი. მან რო T-Bex დაყავს თავისი ექსიტყვა როგორ თქო არა. თავისი დამორჩილებული ტიპები, შნირები ასე ვთქვათ. გახსოვთ? ჯიბინა რო სარჩულს იღებს, ჯიბეზე რო ხელს აკიდებინებს და ეგრე რო დაყავთ. გუბაზე არის პოლიტიკის აი ეგ ტიპი, რომელიც ჯიბეზე დაყვება ყველას რა, ხელმოკიდებული. და არასოდეს ექსი და არ გახსოვისა, ეხლა ვიყოვე მაქსინას და გავუშვათ ბაში. ხოიდა? და უკაცრავად ბოლოს უშვებთ იმას, იმ ზომბების ვიდეოს, იმით ვამთავრებთ. ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს და რაღაცა ალბათ მესეჯებზეც უნდა ჩამოყალიბდეთ. კარგია, მე უსმინე მაგალითად ნიკა მელიას მოწოდებას, რომ 26 მაისს დავაფიქსირონ პარტიებმა, ვისაც არ დაუფიქსირებია. ოღონდ ამას გარდა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებზე ვერ ჩაატარებს და ვერ ჩატარება რას ნიშნავს. არ მივა მაგალითად იმ არჩევნებზე 400,000 ადამიანზე მეტი. პირობითად ვამბობ და ამის პარალელურად შესაძლოა ხალხმა ჩაატაროს არჩევნები იქნება ეს ქუჩაში თუ აპლიკაციით ტელეფონით. პირობითად ეს ტექნიკით აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს დედლაინი, ეს არის 4 ოქტომბერი, როცა ამბობს ივანიშვილი ჩამატარებ არჩევნზე, მან ვერ უნდა ჩაატაროს არჩევნები. არა, ამაში გეთანხმებით, კაცო, მე როგორც ესე იგი, აპლიკაციით და ქუჩაში ტარდება არჩევნები, როგორც მე მივხვდი. ანუ პატა, ვინ პატა, თუ პატა, დაპატა და ეს პიტე კანტროფი ხო? სკوار ხორმი როგორც. არა, პიტე კანტროფი და ეს. ანუ ის რო აპირებდა, რომ ფიჭური სოტოვებით რო ჩაეტარებინა არჩევნები, ბუტკის ტელეფონებით, ეს გადავიდა უკვე სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, ხო? კი. და ქუჩაში ვკითხოთ, რომ ქუჩაში თავად აკაცუკებს იმ ზომბებს, მაგათ დაუაროთ და 100%-იანი ის გვექნება. მეგობრებო, ჩვენ ახლა გავუშვათ ეკა წამალაშვილი, როგორც წითელ წიგნში შესატანი მიშისტი. გავუშვით, ნახეთ რა. მუშა სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, არის აი ამ საშინელი ბულინგის და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი და ზუსტად იცის აი ეს სიმძიმე პოლიტიკური დევნის რაც არის თავის თავზე აქვს გამოცდილი და მე-5 წელიწადია ესეთ მდგომარეობაშია, ხო? ძალიან ცუდი საქციელია ადამიანურად არასწორი, არის პოლიტიკურად არასწორი დევნილ ადამიანს, რომელიც ამდენი ხანია ციხეშია, რისთვის, იმიტომ რომ უკანონოდ და უსამართლოდ განდევნილი იყო, შეთხსული საქმეებით და დაბრუნდა თავის ბაჩო შენ იცის ვინ არის? შემდეგ იცახდა რომ აღარ მაინტერესებს ქართული პოლიტიკაო და რატო ყო დააინტერესდა? ნუ ეხლა ნუ სხვადასხვა ეტაპები იყო რა არა რა შესაძლოა. ჯერ არ უთხრა, ვაფშე არ იცი? აი დაახლოებით რა გაკეთებული. არა რაღაც თუ არ მიმანიშნებ ვერც გეტყვი. ცოტათი. მოდელირებული ქრონიკაა. ესაა მოდელირებული. ესაა გიორგი არველაძის რო ელაპარაკება. დაგვენძრევა. ის რა მაგრამ უსრულებს დებილი. არა რატო დაგვენძრევა? არა. ნელ-ნელა რო არა ისიც წაშალე. დავა ისიც. მოდი ვაკე უმიდა ის დებილი, რასაც დაავალებენ. ის ამაგარი კაცი იყო. სამაგერო შვილი იყო სწორგზაზე. აი ხა ხო ხედავთ. აი გავუშვათ აბა ძალიან საინტერესო სალომე სამადაშვილი, რომელიც ასევე ინტელექტის ნიმუშია, გენერატორი. ხო, გენერატორი. ლოკომოტივი ფაქტობრივად ლევოსი. მე მესმის რომ ასე ვთქვათ ჩვენ მუდმივად მოუწოდებთ საზოგადოებას წინააღმდეგობისკენ, მაგრამ ამას ვაკეთებთ მარტივი მიზეზით. ავტოკრატიული რეჟიმები შეიძლება დამარცხდეს მხოლოდ ან წარუმატებელი ომი აწარმოონ, წააგონდა მე დამარცხებაშინია პუტინის დასრულების რუსეთ-უკრაინის ომის. მეორე ეს არის ხალხის ძალა, ანუ ხალხის წინააღმდეგობა და მესამე შესაძლებლობა ეს არის რაღაცა ეკონომიკური აბსოლუტური ჩამოშლა. ჩვენ ახლა დღეს ყველაზე რეალური გზა ავტოკრატიის დასამარცხებლად ეს გვაქვს დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა. გავაჩეროთ, ესე იგი არც ომი იქნებაო, ძმაო. ეკონომიკასაც არაფერი არ დაემართებაო რა. რა გინდა თქვა? ხალხიც არ არის წინააღმდეგი, უბრალოდ ჩვენ უნდა განვაცხოთ. ჩვენ უნდა განვაცხოთ. აფშე უნდა ყოფილა. სასაკაიფო თქვა. მე ხაზარაზეს რა უთხარი, რომ ეს მიიკედლა ისევ პოლიტიკაში, რომ ქალს ამდენი წელია უნდა იყოს კუტურიე. და არაძლევს საშუალებას რომ იქ ხა არის ამისი ადგილი რა. სადოს მაინც ჩერგოსი არ იყოს უნიტაზის ხელში აწევა. სადოს მაინც ზმაო, აგე ჩავაგდე მე ის. რა. ამას ვიცი ბაითი აქ ირლანდიაში. პოლიტიკის გუბაზი. იცი ბაჩო? შენ გაქვს ბაითი ირლანდიაში. ვის ამას? მაგიტო დაეხა ირლანდიაში. ნიუიას რეკლამა. რა ნიუიას რეკლამა, იმიტომ რომ პრემიუმი არ გიყენია. პრემიუმი რატო არ მიყენია? ო, რატო არ გვიყენია პრემიუმი? მოგვითხრით.
ხო, მაგრამ ეხლა რეკლამა უნდა. იმიტომ რომ აი შეხედეთ რომ უფულო არის ჟალვარამიშვილი, 10 ლარი არ გაქვს. არა, ბიჭო, იმიტომ რომ არა, სხვა თემა არის, უყურე, ამას აქ რუბლებში ფული. და რუბლით ვერ იხდის იმაზე YouTube-ზე. რა, YouTube-ი არ შეიძლება, რუბლებში თუ მაქვს YouTube-იც არ შეიძლება მქონდეს. აბა შენ რა საიტს იღებე? მართალი. სად გადავახვიე? მე 20 წამზე გადაახვიე და მე 20 წამზე გავუშვოთ ვიზუალური რეპრეზენტაცია გუბაზი პოლიტიკაში. როგორ ეკედლება პატრონებს. აი ეს პატრონი და უკან მოყვება გუბაზი. მე 20 თქო, მე 20 გადმოხვი. უგა მეშვიდა, მე 20. ეს ვიცი. ობა. აი ეს ჯიბეზე დაღავს ამას ეს ხო ცნობილი ის არის ქათმი დაღავს ჯიბეზე გადმოხვი. ხო და გუბაზი არის პოლიტიკაში ეგ თქო. გუბაზე კიდე მარტო ჯიბეზე კი არ კიდევს ხელს. ბილიარდსაც ხომანო. მაგრამ დაყვება. კუძე შენ რა იფიქრე? ბილიარდი. კუძე კიდევს ხელს და ისე დადის. შალვა. დასასრულს აუცილებლად გავუშვი ზომბების ვიდეო. ჩამიგდე რა. ზომბების ვიდეო. მაგრამ ზომბების მე ის მაქვს, რა ქვია? ანიწითლის. სხვა ვიდეო მაქვს, მუსიკა დადებული და მოჭრილი. ვაუ, ძალიან მაგარი ხარ, ბაჩო. ეგ უეჭველი გავუშვოთ, მაგრამ სანამ მაგას გავუშვებ, ვინ ჩამი. შალვა ერთი. ანიწითლიზე გავუშვი და მოემზადებიან ბიჭები. არა, მომზადებული ვარ. ხო, თან ზომბებზე უნდა გავუშვათ და მანამდე ზომბი ეხლა მე. გავუშვით. უი, ანიწითლი. პირველივე დღიდან როცა ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, არასდროს მე არ დამავიწყდება მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც მეც კი უტრირებული მეგონა 2003 წელს როცა მითხრა, რომ ესენი თავისი არ წავლენ და არჩევნებით არ წავლენ. და აი, ერთადერთი რა შეეძლო, მაშინ მე მართლა ვთვლიდი, რომ უტრირებდა. იმიტომ რომ მეც მივეკუთვნებოდი იმ ადამიანების კატეგორიას, ვისაც მეგონა, რომ როდესაც რაღაცა ამათაც ხო შეიძლება მეც მისაუბრია მასთან ამ თემაზე და მეც მეგონა, რომ ალბათ შეიძლება ეხლა რაღაც გაბრაზებულია და იმიტომ ამბობს მეთქი, მაგრამ ყველაფერი სხვათა შორის რასაც ამბობდა კაი რაღაცები წავიდა. ფოტო გავუშვით შეიძლება. პატარა. აი პატარა მსადიც მოხდა ესე ადგილი. სხვა შორის კაი აბუა. მადლობა. მაკაქსონ. ხოთა შორის მაიმუნს არ შევადრიდი, იმიტომ რომ მაიმუნი მაინც კი, არა, პატარა მაიმუნია, მაგრამ დადებითი გმირია ჩემი აზრით და არ შეიძლება ხარ. კარგი, ეხლა გავუშვათ მაიმუნი, სოფირო შეეყრება. აბა ეხლა ეს გავუშვათ და ამით დავასრულოთ ჩვენ დღევანდელ ეპიდემია. უშვებ, მეგობრებო, უშვებ ერთი წუთით. Just a little boy. არა, ეს მუსიკა არა, კაი. აი წამოვიდე. ეს არ არის მუსიკა. ამაზე გეტყვი ამ მუსიკის ნუღამი რა. ეხა ნახე. შეოპა მოვიდა ჩემი ფავორიტი პერსონაჟები. აი სამი არის ტოპ. ეს სამ ბოლოს მე დავადებ მუსიკას, ჯოი დამატოს ფილმია Dawn of the Dead. გახსოვს ეგ? Dawn of the Dead კი არა, ეს არის სერიალი From. სადაც აი მოიც ეხა მოიც აი აკრას From-ის იმას ჩაგიდებ სცენას. Slow motion-ი უნდა იყოს და თან გაშავთებული ედიტი როგორ უნდა იყოს ეს შემოდიან თუ არა ეგრევე ზომბილენდი რო იჭიტება. რა, რას მიგდებ ხმ? აი From სერიალი, რის მუსიკაც ადევს ამას და რის ის იგივე პერსონაჟები არიანო, არა კაცო რა უნდა დავშტრავო. თუ დაშტრავ მაგას გაუგზავნი შტაბს. კაი, ეხლავე გავაძრო. ხვალ დავიწყოთ, ხვალ. მეგობრებო, ჩვენ ამით ჩვენი გადაცემა დავასრულოთ. ხვალ ეგ სერიალის მუსიკა ჩამიგდა და დავადოთ და ვიკაიფოთ მაგრამ. და ამ კვირაში და სანამ აქციები უწყვეტად იქნება, ჩვენ ამ ვიდეოს უწყვეტად აქციები სულ იქნება. ჩვენც ამ ვიდეოს ყოველთვის 1000 წლის მერეც იქნება. იმიტომ რომ ესენი ხო არ კვდებიან. ესენი ზომბები არიან, კვდებიან. ესენი უკვე კვდებები არიან. ანუ ზომბებს ხო როგორ შეიძლება ზომბებს დაემუქროს რამე. ნუ ზომბი არის. თან ერთი ორი კაი ზომბი ყველა ქალაქს უნდა ყავდეს. მე ატრაქციონი იქნება. უცხოელებს ჩამოყვანან, ბავშვებს მიიყვან რაღაცა. ბავშვებს შეიყვან. მოკლედ კარგად ზანდებოდ მომავალ შეხვედრამდე. გახონდის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს.